თებერვალი თხის რქებს აღებულ ვალდებულებებზე დაგაფიქრებთ, სავსე მთვარე ლომში უკვე თვის პირველივე დღეებიდან გიბიძგებთ გაიაზროთ ვის წინაშე გაქვთ აღებული პასუხისმგებლობები და რატომ, ამ ფონზე მერწყულში მყოფი მარსი მთელი თვის განმავლობაში ფინანსური რესურსების თემას წამოწევს წინა პლანზე და ხარჯების გადახედვას მოითხოვს. ხოლო 17 თებერვალს მზის დაბნელება ფინანსურ სფეროში ღირებულებების გადაფასების პროცესს ააქტიურებს, იგრძნობთ, რომ ის მოდელი, რომელსაც აქამდე ეყრდნობოდით, ვეღარ ინარჩუნებს სტაბილურობას და საჭიროა ახალი რეალისტური საყრდენების პოვნა. თუ გრძნობთ, რომ ეს საკითხები თქვენს გეხებათ, მოდი ერთად ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები პირადად თქვენთვის. მოგესალმებით არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი და დღეს გთავაზობთ 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპს თხის რქებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნველოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, კვერთხების რაინდი, თებერვალს აქტიურად და ენერგიულად გაივლით, იგრძნობთ ძლიერ შინაგან მოხდს და სურვილს, რომ გამოავლინოთ საკუთარი თავი და საკუთარი სურვილები. დაიწყებთ იმ ჩანაფიქრების რეალიზებას, რომლებიც აქამდე გადადებული გქონდათ, შესაძლებელია ერთდროულად ბევრ საქმეს მოკიდოთ ხელი და გქონდეთ განცდა, რომ ყველაფერს მოერევით. თუმცა მნიშვნელოვანია ეს ენერგია, რომელიც უხვად გექნებათ ამ პერიოდში, მიმართოთ სწორი მიმართულებით, კონცენტრირდეთ ყველაზე საჭირო საკითხებზე და გონივრულად გადაანაწილოთ დრო. ეცადეთ არ გაიფანტოთ და ყურადღება გაამახვილოთ იმ მიზნებზე, რომლებიც თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ შემთხვევაში შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას და პერიოდის ბოლოს კმაყოფილიც დარჩებით მიღებული შედეგებით. თებერვალში გაგიძლიერდებათ კომუნიკაციის მოთხოვნილებაც, მოგინდებათ ადამიანებთან მეტი კონტაქტი, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, მოძრაობა, ამასთანავე ეცადეთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს გარშემო ყველას არ აქვს იგივე ენერგია და ტემპი და ნუ მოახვევთ სხვებს თავს თქვენს თუნდაც პოზიტიურ განწყობას. ამ პერიოდში განსაკუთრებით პოზიტიურად იმოქმედებს თქვენზე ფიზიკური აქტივობა, სირბილი, ცურვა, ზოგადად სპორტი, ეს დაგეხმარებათ ენერგიის ჯანსაღად განტვირთვაში და ხელს შეუწყობს თქვენს ფიზიკურ კეთილდღეობასაც. ასევე ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში, ისუნთქოთ სუფთა ჰაერი და შეძლების მიხედვით იკონტაქტოთ წყალთან. ეს დაგეხმარებათ შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაში და ენერგიის სწორად გადანაწილებაში. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. თასების სამიანი. ამ პერიოდში გექნებათ მეტი შეხვედრების, მეტი კომუნიკაციის და ადამიანებთან მეტი ურთიერთობის სურვილი. შესაძლებელია უფრო ხშირად აღმოჩნდეთ ისეთ გარემოში, სადაც თავს იგრძნობთ თავისუფლად, გახსნილად და კომფორტულად. თებერვალი იქნება პერიოდი, როდესაც ურთიერთობები მსუბუქ ფორმას შეიძენს, მეტი სიხარული, მხიარულება და ერთობლივი ემოციები გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში. შესაძლებელია გაიცნოთ ახალი ადამიანები, გაღრმავდეს თქვენი მეგობრული კონტაქტები, ან უკვე არსებული პირადი კავშირი უფრო თბილ და გულწრფელ ეტაპზე გადავიდეს. წყვილების შემთხვევაში, რადგან ეს არკანი ურთიერთობების სიმრავლეზე მიუთითებს და თანთვის ფონური ენერგიის გათვალისწინებით, შესაძლებელია ამ პერიოდში პარალელურ ურთიერთობაში შეხვიდეთ. თავს მისცეთ უფლება დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგათ და გამოავლინოთ უპასუხისმგებლობა არსებულ პარტნიორთან მიმართებაში. მათთვის კი, ვისაც ასეთი თავგადასავალი არ გემუქრებათ, შესაძლებელია პარტნიორთან ერთად მოგიწიოთ სხვადასხვა საზოგადოებაში, სხვადასხვა თავყრილობებსა და წვეულებებზე დასწრება, სადაც პოზიტიური ემოციებით აივსებით და სასიამოვნოდ გაატარებთ დროს.
ეს ბარათი გეუბნებათ, რომ სიხარული, რომელიც თანაზიარია პარტნიორებს შორის, ყოველთვის გვაძლიერებს. ამიტომ ნუ ჩაიკეტებით, გახსენით სივრცე ადამიანებისთვის, ემოციებისთვის და ახალი გამოცდილებებისთვის, რომელიც ამ პერიოდში თქვენამდე მოვა. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. კვერთხების 6-იანი, წარმატების და მიღწეული შედეგების ენერგია. ამ პერიოდში პარტნიორის ყურადღების ცენტრში იქნებით, იგრძნობთ დაფასებას და მხარდაჭერას მისი მხრიდან. თუ აქამდე იყო გარკვეული საკამათო საკითხები თქვენ შორის, ამ პერიოდში თქვენი რჩეული დათმობაზე წამოვა და აღიარებს თქვენი მოსაზრების ან პოზიციის უპირატესობას. ასევე თუ რაღაც პერიოდის განმავლობაში გარკვეულ ძალისხმევას დებდით ერთობლივად სასურველი მიზნის მიღწევაში, დიდი შანსია სწორედ თებერვალში მიიღოთ ეს შედეგები და უფრო მეტიც, სავსებით შესაძლებელია ასეთმა წარმატებამ არა მარტო გაგახაროთ, არამედ ახალი მიზნები გაგიჩინოთ და შინაგანი ენერგიითაც აგავსოთ, რომ კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით შეუდგეთ ახალი გეგმების განხორციელებას. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, მონეტების 3-იანი, ამ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდებით, შესაძლებელია არა ერთი, არამედ რამდენიმე ურთიერთობაც კი წამოიწყოთ ერთდროულად, თქვენი ცნობის მოყარეობა, ინტერესი და სურვილის ენერგია გიბიძგებთ, რომ არ გაუშვათ შანსები, სხვადასხვა ადამიანთან მოსინჯოთ კონტაქტი და ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ ამისთვის გექნებათ შინაგანი ენერგიაც და ორგანიზებულობის უნარიც. თან ეს ბარათი მიუთითებს, რომ თქვენ არ აღმოჩნდებით ქაოსში, პირიქით, იქნებით დამკვირვებლის პოზიციაში, იმოქმედებთ პრაქტიკულად, გააზრებულად, შეადარებთ და დააკვირდებით ურთიერთობების დინამიკას, კომუნიკაციის უნარს, პასუხისმგებლობის ხარისხს თითოეულ კანდიდატთან და სწორედ ამ შედარება გამორიცხვის გზით დაიწყებთ ნელ-ნელა გარკვევას, ვისთან აქვს კავშირს განვითარების პოტენციალი და ვისთან არა. ამ ბარათის კიდევ ერთ ასპექტზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, შესაძლებელია ახალი კონტაქტი გაჩნდეს სამსახურის, სწავლის, საერთო საქმიანობის ან გუნდური მუშაობის პროცესში და შეეცადეთ ამ მიმართულებითაც იყოთ ყურადღებით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შეხვედრები ამ პერიოდში იქნება მსუბუქი და საკმაოდ სასიამოვნოც, ეს არ იქნება უბრალოდ ზედაპირული ფლირტი, თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება დაინახოთ, ვისთან არის შესაძლებელი საერთო ენის გამონახვა და ურთიერთკავშირის გრძელვადიან პერსპექტივაში გაბმა. დიდი ალბათობით ამ პერიოდში მინიმუმ კარგად გაერთობით, ახალი გამოცდილებებით და ემოციებით, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანი იქნება დაიცვათ ზომიერების შეგრძნება, რადგან რაც უფრო მკაფიოდ შეინარჩუნებთ შინაგან წესრიგს და პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთარი არჩევანის მიმართ, მით უფრო ადვილად ჩამოყალიბდება საბოლოოდ ის კავშირი, რომელიც რეალურად შემოვა თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური მომავლისთვის. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ თებერვალში საქმიანი სფერო, მე-11 მაღალი არკანი მართლმსაჯულება. ამ პერიოდში თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება პასუხისმგებლობის და სამართლიანობის საკითხები. შესაძლებელია დადგეს მომენტი, როცა საჭირო გახდება რევიზია გაუკეთოთ თქვენი თვითრეალიზების პროცესს. დაფიქრდეთ, რას აკეთებთ სწორად და სად ხუჭავთ თვალს არსებულ პრობლემებზე და სად გაქვთ აღებული ზედმეტი ვალდებულებები. თებერვალში მნიშვნელოვანია არ იმოქმედოთ ემოციური იმპულსებით, უმჯობესია ცხადად შეხედოთ რეალურ მოცემულობებს და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ შეთანხმებებს, დადებულ პირობებს და დათქმულ წესებს. ამ პერიოდში შესაძლებელია ხშირად მოგიწიოთ გადაწყვეტილებების მიღება არა სურვილის, არამედ აუცილებლობის გამო. თუმცა სწორედ ეს გახდება შემდგომში სტაბილურობის საფუძველი თქვენთვის. ასევე შესაძლებელია მოგიწიოთ თქვენი სიმართლისთვის ბრძოლა, იურიდიული კონსულტაციების გავლა ან სამართლებრივი დავის წამოწყება. და ასევე შესაძლებელია ბევრი ურთიერთობა მოგიწიოთ საბუთებთან და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებთან.
გარდა ამისა, ეს ბარათი შესაძლებელია მიუთითებდეს, რომ ამ პერიოდში მიიღებთ დამსახურებულ შედეგებს, მაგალითად, თუ წინა პერიოდში გულდასმით შრომობდით და ცდილობდით თქვენზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, თებერვალში თქვენი შრომა დაფასდება, რაც შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერი მადლიერებით, ფულადი პრემიით ან დაწინაურებითაც კი. და პირიქით, თუ გადადებული გქონდათ საქმეები და ზერილედ ეკიდებოდით მათ შესრულებას, ახლა მოგიწევთ ორმაგად დაიტვირთოთ და მაინც შეასრულოთ აღებული ვალდებულებები. უარის შემთხვევაში კი მოგიწევთ პასუხიაგოთ ვერ შესრულებული სამუშაოს გამო. თებერვალი გაძლევთ შანსს იყოთ უფრო სამართლიანები და რეალურად შეაფასოთ როგორც საკუთარი თავი, ასევე გარემო და უშუალოდ საქმიანობაც და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ობიექტურად გაიაზროთ, რა ზდებთ თქვენი ცხოვრების ამ სფეროში და რას იღებთ შედეგად. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების სამიანი. თებერვალში შესაძლებელია გქონდეთ ემოციური დაძაბულობა, იგრძნოთ იმედგაცრუება, გულის ტკივილი ან გქონდეთ შინაგანი კონფლიქტი. განსაკუთრებით თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი მოლოდინები და რეალობა ერთმანეთს აღარ ემთხვევა. და აქ საუბარი არ არის რაიმე მოულოდნელ ნეგატიურ მოვლენებზე, ეს იქნება ის პრობლემები, რაც უკვე დიდი ხანია გროვდებოდა, უბრალოდ ახლა მკაფიოდ გამოიკვეთება და მოგიწევთ თვალი გაუსწოროთ რეალობას. გაიაზროთ, რამდენად გაძლევთ თქვენი სამსახურის ზრდის შესაძლებლობას, გაქვთ თუ არა სტაბილურობის და დაცულობის შეგრძნება, რამდენად განიჭებთ კმაყოფილებას და სად აგრძელებთ უბრალოდ ინერციით მუშაობას და ითმენთ უკმაყოფილებას. მთავარია ამ გააზრების პროცესში იყოთ ობიექტურები, სამართლიანად შეაფასოთ და აწონ-დაწონოთ ყველაფერი და გახსოვდეთ, რომ ეს პერიოდი თქვენგან ითხოვს არა დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებებს, არამედ ფიქრის დაწყებას ამ მიმართულებით და მკაფიო ხედვის ჩამოყალიბებას. თუ საკუთარ თავს მისცემთ უფლებას, რომ გულწრფელად აღიაროთ არსებული პრობლემები და თამამად ჩამოაყალიბოთ საკუთარი სურვილები და სამომავლო ხედვა, მომდევნო ეტაპზე თქვენი მოქმედება იქნება ბევრად უფრო შეგნებული და ეს პროცესიც მიუხედავად დისკომფორტისა გახდება ის დასაწყისი, როცა მეტად დაფიქრდებით პროფესიულ განვითარებაზე და დაიწყებთ კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მეოთხე მაღალი არკანი იმპერატორი, ამ პერიოდში გექნებათ დასაქმების რეალური შანსი, თუმცა შედეგი პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეძლებთ პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე და პროცესების ორგანიზებულად მართვას. თებერვალი თქვენგან ითხოვს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პოზიციას, რა გინდათ, სად გინდათ და რა ფორმით აპირებთ ამ მიზნის მიღწევას. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იყოთ თანმიმდევრულები, პუნქტუალურები და ორგანიზებულები, მათ შორის ვაკანსიების ძიების პროცესშიც. ეს ბარათი გეუბნებათ, რომ ამ პერიოდში წარმატება მოვა არა ქაოტური მცდელობებით, არამედ დისციპლინით და გააზრებული კონკრეტული ნაბიჯებით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თებერვალში განსაკუთრებით მაღალი შანსი გექნებათ, რომ დასაქმდეთ საჯარო სამსახურებში ან კერძო სექტორში ისეთ პოზიციებზე, სადაც პასუხისმგებლობა, წესრიგი და დოკუმენტებთან მუშაობა მოგიწევთ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ბარათი შეიძლება მიუთითებდეს ისეთ სამუშაო პოზიციაზე დასაქმებასაც, სადაც ადამიანების თუნდაც მცირე რიცხოვანი გუნდის მართვა და გადაწყვეტილებების მიღება დაგევალებათ. თუ მზად ხართ აიღოთ პასუხისმგებლობა და იმოქმედოთ როგორც ადამიანმა, რომელიც საკუთარ ადგილს ხედავს გარკვეულ სისტემაში, მაშინ თებერვალი მოგცემთ ამ პოტენციალის რეალიზების საშუალებას. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, ხმლების დედოფალი, თებერვალში მოგინდებათ დისტანცირდეთ პროცესებისგან, გათავისუფლდეთ ემოციებისგან და ასე ვთქვათ, გვერდიდან შეხედოთ საკუთარ საქმიანობას.
გაანალიზოთ და მეტად ობიექტურად შეაფასოთ, რა მუშაობს, რა აღარ მუშაობს და სად არის საჭირო კორექტივების შეტანა. ეს იქნება დრო, როდესაც მოგიწევთ გადაწყვეტილებები მიიღოთ გააზრებულად, კაფიოდ, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით და შექმნათ განახლებული და მეტად ეფექტური მოქმედების სტრატეგია. ეს პერიოდი შესაძლებლობას მოგცემთ უარი თქვათ ისეთ პროცესებზე, რომლებსაც არ მოაქვს სარგებელი და შესაძლებელია მოგინდეთ გათავისუფლდეთ ზედმეტი ვალდებულებებისგან, უსარგებლო თანამშრომლობისა და ბუნდოვანი შეთანხმებებისგან. ამ პერიოდში თქვენი გადაწყვეტილებები და პოზიცია გახდება უფრო ზუსტი, კაფიო, არა მარტო თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც. შესაძლებელია მოგიწიოთ სწრაფი რეაგირება გარკვეულ საკითხებზე, თუმცა ეს არ იქნება იმპულსური მოქმედება პირიქით, ასეთ საგანგებო სიტუაციებშიც კი თქვენი ნაბიჯები იქნება გათვლილი და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული. თებერვალი თქვენგან ითხოვს პროფესიულ სიმწიფეს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როდის თქვათ კი და როდის მშვიდი, მაგრამ საბოლოო არა და სწორედ ასეთი მიდგომით შეძლებთ თქვენი საქმე გახადოთ უფრო სტაბილური და მიიღოთ გაცილებით ეფექტური შედეგები. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს თებერვალში, ხმლების ცხრიანი, ამ პერიოდში შესაძლებელია გქონდეთ გარკვეული შიშები და შფოთვა, რომ თავს ვერ გაართმევთ თქვენს ფინანსურ ვალდებულებებს და ყოველდღიურ ხარჯებს. შესაძლებელია ზედმეტად ბევრს ფიქრობდეთ მატერიალურ უსაფრთხოებაზე, მომავალზე, აღებულ პასუხისმგებლობებზე. ეს ბარათი მიუთითებს, რომ თქვენი ფიქრები და შინაგანი დაძაბულობა გადაჭარბებულია და არ შეესაბამება რეალურ სურათს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კარგად გაანალიზოთ, საიდან მოდის ასეთი განწყობები. ამავდროულად საჭიროა გაიაზროთ, რომ ასეთ ფონზე არ უნდა მიიღოთ იმპულსური და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები და საერთოდაც ეს პერიოდი არ გამოიყენოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის, ინვესტიციისთვის და ახალი კრედიტის ასაღებად. რამდენადაც ეს შესაძლებელია, გადადეთ მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციების შესრულება უფრო მშვიდი პერიოდისთვის. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. 18 მაღალი არკანი მთვარე. ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, საკუთარ გაუცნობიერებელ სიღრმეებს, შესაძლებელია შიშებს და კომპლექსებსაც, მეტი იმუშავეთ ამ მიმართულებით, მოусმინეთ და ენდეთ საკუთარ ინტუიციას, მეტი იფიქრეთ თვითშემეცნებაზე, სულიერებაზე, დაკავდით მედიტაციებით, სხვადასხვა სულიერი პრაქტიკებით, სამყარო გირჩევთ, რომ საკუთარი თავის ამგვარი გააზრებით მოიპოვოთ მეტი შინაგანი ჰარმონია და აღმოაჩინოთ თქვენში არსებული, მაგრამ ჯერ კიდევ შეუცნობელი უნარები და რესურსი. ეს ერთი მხრივ მოგანიჭებთ შინაგან ძალას და ენერგიას, მეორე მხრივ კი დაგეხმარებათ კიდევ უფრო წარმატებულად რეალიზდეთ ფიზიკურ სამყაროში. ასეთი იყო 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპი თხის რქებისთვის. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, დააფიქსირეთ მოწონებით, რომ ეს ინფორმაცია მეტ ადამიანამდე მივიდეს, ხოლო თუ გსურთ, რომ ყოველთვე პირველებმა მიიღოთ მსგავსი პროგნოზები თქვენი ნიშნისთვის, გამოიწერეთ არხი, რადგან აქ რეგულარულად საუბრობ იმ პროცესებზე, რაც წინ გელოდებათ. კომენტარებში დაწერეთ, რომელი თემა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს მაძლევს საშუალებას შემდეგ ვიდეოებში უფრო ზუსტად გავითვალისწინოთ თქვენი ინტერესები და თუ კი თვლით, რომ გჭირდებათ უფრო ინდივიდუალური ხედვა და კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები, გელით პირად კონსულტაციაზე. ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოს აღწერაში. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.